მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე გახლავართ ნანა ლომიძე, კომპანია ლივგუდის ოფიციალური პარტნიორი და საქართველოს გუნდის მთავარი სპონსორი. ამიტომ ვალდებულად ვთვლი თავს, შეგატყობინოთ ყველას, მე რა თქმა უნდა ჩატში უკვე ვთქვი ამის შესახებ. გამოვაცხადე, მაგრამ გასაგებია რომ ჩართვაზე ყველა არ იქნებოდით და ყველას აინტერესებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება TikTok-ის გარშემო. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ მინდა აგიხსნათ რა სიტუაციაა. საქმე იმაშია, რომ ყველა ბუმბერას კომპანიაში ყოველთვის ასე ხდება. ყოველთვის რაღაცა ახალი, როდესაც შემოდის კომპანიაში, ის ასე ვთქვათ, ლაგდება ეტაპობრივად. ანუ ინერგება კაბინეტებში ეტაპობრივად. აი ზუსტად ახლა ამ სიტუაციაში კომპანია ლივგუდიც მაგ მიმართულებით მიდის. თქვენ იცით, რომ ცენტრალური ოფისი არის ამერიკაში, შეერთებულ შტატებში, კერძოდ შტატ ფლორიდაში და ასევე ყველაფერი წამოვიდა ამერიკიდან. ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ რომ კომპანია ლივგუდი არის ამერიკული კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ ის 220-ზე მეტ ქვეყანაშია შესული. მაგრამ გასაგებია, რომ მთავარი ცენტრალური ოფისი არის იქ. და აქედან გამომდინარე პირველი ეტაპი, ანუ დაინერგება ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატებში და შემდეგ ეს გავრცელდება მთელ მსოფლიოზე. ამ პერიოდისთვის შევითით, რომ კომპანია შესულია 220-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ ვიცით, რომ ეს კიდევ იზრდება, კიდევ ფართოვდება. სიმართლე გითხრათ, დღეს გაეროშიც არ არის ამდენი ქვეყანა შესული, კომპანია ლივგუდში უკვე შესულია 220-ზე მეტი ქვეყანა. ის ინფორმაციისთვის უბრალოდ. და მოკლედ, ეს უბრალოდ გადაუხვიე თემას, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სინამდვილეში, ინერვიულებთ, შვიდად დაელოდეთ ამ მომენტს, როგორც კი გამოჩნდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოშიც უკვე დაინერგება ის, რომ ჩვენი TikTok-ის, ასე ვთქვათ, ოფისები ოფიციალურად გადავიტანოთ პროფესიონალურზე. ამ ყველაფერს მე რა თქმა უნდა, ვიდეო რგოლის მეშვეობით აუცილებლად უცებ, წარმოიდგინეთ, ხომ იცით რომ ასეა. როგორც კი შემოვა ინფორმაცია, მე ღამის გათენებაც რომ მომიწიოს, აუცილებლად დავდებ თქვენთვის ინფორმაციას, თუ როგორ იმუშაოთ TikTok-ში. ამ ეტაპისთვის მე არა მაქვს ჯერ წვდომა ამ ყველაფერზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ ავსტრიაშიც არ არის დანერგილი, მიუხედავად იმის, რომ მე ავსტრიაში ვარ, ანუ ევროპის ქვეყნებში ჯერ არ არის შემოსული. როგორც კი ამერიკიდან გადმოინაცვლებს სხვა ქვეყნებში და საქართველოც იქნება, აუცილებლად თქვენ ყველა ინფორმაცია დეტალურად გექნებათ და არაფერში კითხვები არ დაგრჩებათ. ყველაფერი იქნება იდეალურად. ეს პირველი თემა, რაზეც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. ეხლა მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მინდა დავამშვიდო და უბრალოდ ინფორმაცია მივაწოდო ყველა სხვადასხვა კომპანიების ქსელის წარმომადგენლებს. ანუ, ასე ვთქვათ, ქსელური კომპანიის წარმომადგენლებს. ჩემო ძვირფასებო, ძალიან გთხოვთ, დამშვიდით, დააწყნარდით, კომპანია ლივგუდი თქვენი კონკურენტი არ არის. ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ კომპანია ლივგუდი არ გახლავთ ქსელური კომპანია. როგორც ხედავთ, ეს სულ სხვა მიმართულებაა. თქვენ წარმოიდგინეთ, კომპანია ლივგუდი კლუბიც აღარაა. კომპანია ლივგუდი არის ერთი ინდივიდუალური, განსხვავებული რამაც აიღო თავისი კონკრეტული მიმართულება. კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული გზა და რაღაცა ახალი, განსხვავებული, რომელიც აქამდე უბრალოდ არ ყოფილა და არც აღარ იქნება. იმიტომ რომ ამაზე მეტი, ამაზე საუკეთესო, ამაზე ძლიერი არ არსებობს, რომ ვინმე კიდე რამე მოიფიქროს. თქვენ ხედავთ, რომ კლუბურის მიმართულებითაც კი აღარ მიდის კომპანია, მას თავისი ინდივიდუალური გზა აქვს არჩეული. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ქსელის წარმომადგენლებო, კლუბის წარმომადგენლებო, საერთოდ ნებისმიერი ინვესტიციის წარმომადგენლებო, პირამიდების წარმომადგენლებო, ყველა დამშვიდდით, ყველა დაწყნარდით, კომპანია ლივგუდი არის მზე,
რომელიც ანათებს ყველა თქვენთა განზე, აბსოლუტურად ყველაზე, მთლიანად დედამიწაზე. ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ, ამას უნდა მივხვდეთ, ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება თქვენ თვითონ გათვითცნობიერდეთ ამ საოცრებაში, ამ მოვლენაში, რომ თავად თქვენ იყოთ წარმატებული და არ იბრძოლოთ უბრალოდ არავისთან. შვიდად იყავით სულ ყველა, იმიტომ რომ ეს ისეთი მოვლენაა, ამას ვეღარავინ ვეღარ შეეჭიდება. იმიტომ რომ მან ისეთი ნაბიჯები გადადგა ჩემო ძვირფასებო, რომელსაც ვერავინ ვერ გაბედავს დღეს ბიზნეს სამყაროში რომ გადადგას. მან ისეთი გამოწვევა, ისეთი რამ გააკეთა, ისეთი გამოწვევა გააკეთა საერთოდ მსოფლიოზე, რომელსაც ვეღარავინ შეეჭიდება. ის იმდენად არის დაჯერებული თავის თავში, რომ მას ვეღარავინ ვეღარ გაუწევს კონკურენციას. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ნუ ხარჯავთ ენერგიას, ნუ ხარჯავთ დროს, ნუ ედრებით კომპანია ლივგუდს. ყველაფერი გასაგებია, შედარებითია, მაგრამ კომპანია ლივგუდი არის საერთოდ სხვა მიმართულება. თქვენ ხართ საერთოდ სხვა მიმართულება. არ შეიძლება ასეთი რაღაცები შევადაროთ ერთმანეთს, ხვდებით? რომ მე უკეთესი ვარ, ის იმაზე უკეთესია, ეს ამაზე უკეთესია. კი ბატონო, თქვენ ყველანი ერთმანეთზე ვიღაცა უკეთესია, ვიღაცა უფრო ნაკლებად. მაგრამ კომპანია ლივგუდი არის ერთი თეთრი, ერთი, მოდით განსხვავებული ვთქვათ, შავი მტრედი თეთრ მტრედებში და ერთი თეთრი ყვავი შავ ყვავებში. აი, ასეთი განსხვავებაა კომპანია ლივგუდის სხვა დანარჩენებთან. ამიტომ შვიდად, წყნარად შეეგუეთ ამას, ზარზე იმით შეხვდით იმას, რომ ასეთი მოვლენა მოვიდა თქვენს ქვეყანაში, თუნდაც საქართველოში, თელ სოფლიოს ეწვია ეს, მაგრამ ეხლა საქართველოს მიმართა უბრალოდ, ამიტომ გეუბნებით თქვენ, შეხვდით იმას, რა გრანდიოზულობა, რა უნიკალურობა, რა საოცრება შემოვიდა თქვენს ქვეყანაში. იზეიმეთ, იბედნიერეთ, ნუ კი იბრძვით, პირიქით, გაერკვიეთ ამ სასწაულში და თქვენც იყავით ამ ყველაფრის მონაწილე. იმიტომ რომ დარწმუნებულები იყავით, რომ ამ ყველაფრის გვერდიდან მაყურებლები იქნებით. დაგწყდებათ გული და არ მინდა რომ გული დაგწყდეთ. აი ეს უშუალოდ თქვენთვისაა ეს სიტყვები მომართული, ვინც ძალიან იბრძვით და ვინც ცდილობთ რაღაცნაირად კონკურენცია გაუწიოთ კომპანია ლივგუდს. ეს შეუძლებელია, ჩემო ძვირფასებო. როგორ გაუწევს ქსელი კონკურენციას ლივგუდს? როგორ გაუწევს კლუბი კონკურენციას ლივგუდს? ვერავინ ვერ გაუწევს. ლივგუდი არის ერთი განსხვავებული. არის კომპანიები, არის პირამიდები, არის საინვესტიციოები, არის სხვადასხვა მიმართულება, არის კლუბური სისტემები, მაგრამ არის კომპანია ლივგუდი, რომლის მსგავსი და რომლის ანალოგი დღეს დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობს. ეს აღიქვით და დამშვიდით. წარმატებას გისურვებთ ყველას, კარგად გახელას თვალის და კარგად დანახვას რასთან და რა მოვლენასთან გვაქვს ჩვენ ყველას ერთად საქმე. ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა.